ხოცებს თუ რამე აქვს დაწყობილი დეზინფორმაციის მანქანაა. იტყუებიან ყოველ ნაბიჯზე, უცხოად და თავხედურად. და სამწუხაროდ, დრო და რესურსი არავის აქვს, რომ ყველაფერზე მისდიოს და უპასუხოს. ოღონდ არის ისეთი ტყუილები, რასაც ვერ გაატარებ. მე ვერ გავატარებ. ამჯერად ნამდვილად ვერ გავატარებ ამას. საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდა ბრიუსელს იმისთვის რომ აღადგინოს უკრაინა და ფიქრობენ ახლა იქ რუსეთს რა წაართვან, იქ ფიზიკურ პირებს რა წაართვან, იქ აბრამოვიჩზე იყო საუბარი, ასე შემდეგ, აქეთ-იქით იყურებიან თავისი ფულის დახარჯვა ხო არ უნდა. 13 წამში ერთმა პროჭორილელმა იმდენი ტყუილი დაახოვა, დათვლაც კი დროს მოითხოვს. მას ასე ძირითადი ტყუილი ჩონჩხი ამ პროპაგანდის. ბრიუსელი ანუ ევროკავშირი. უკრაინის აღსადგენად თავისას არაფერს ხარჯავსო. ახლა კი სინამდვილეში რა ხდება? ევროკავშირს უკრაინისთვის დღეისათვის დახარჯული აქვს 330 მილიარდ ევროზე მეტი. ვინც დოლარით ანგარის უფრო მიჩვეული ხართ, თითქმის 400 მილიარდი დოლარი. აქედან დაახლოებით ნახევარი დაიხარჯა უკრაინულ ტოლვილებზე ევროპულ ქვეყნებში. მათ დაბინავებაზე, კომუნალურ გადასახადებზე, დაზღვევაზე, შემწეობაზე, სწავლაზე, დასაქმებაზე. ასევე ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულებზე, უკრაინის შიგნით. მეორე ნახევარი კი ცოტა მეტიც 178 მილიარდი euро, ანუ 210 მილიარდი დოლარი დაიხარჯა უკრაინის სამხედრო საჭიროებებზე. იარაღისა და ტექნიკის მიწოდებაზე, წვრთნაზე, საწვავზე და ასე შემდეგ. ამ თანხაში არ შედის კერძო, ანუ ბიზნესის ინიციატივა. როგორიცაა გერმანული რაინმეტალის ჭურვებისა და ჯავშან ტექნიკის ახალი ქარხნები უკრაინაში, პოლონეთში, ლიეტუვაში, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაზე მუშაობენ და უკრაინულ არმიას ამარაგებენ. არ შედის ქარხანა დანიაში, რომელიც აწარმოებს საწვავს უკრაინის დრონებისთვის და ბევრი სხვა რამ არ შედის. აი აქ აცხრილი, ვინ რამდენი ტანკი გადასცა და კიდევ რამდენს აპირებს ახლო მომავალში, რამდენი ჯავშან ტრანსპორტიორი, რამდენი ჰაუბიცა, რამდენი სარაკეტო სისტემა, რამდენი საჰაერო თავდაცვის საზეინტო სისტემა. გარდა ამისა არის თვითმფრინავები და ვერტმფრენები, რომლებიც ამ ცხრილებში არ მოხვდა და ასევე კიდევ ბევრი სხვა რამ. აი ამაზე 400 მილიარდ დოლარზე ამბობს ეს. საკუთარ ფულს არ ხარჯავენ. ახლა ვინ რამდენს ხარჯავს კონკრეტულად? მოკლედ, 2022 წლის თებერვლიდან 25 წლის აგვისტომდე. უფრო ახალი მონაცემები არ არსებობს. გერმანია 38 მილიარდ 200 მილიონი ევრო, საფრანგეთი 21 მილიარდი ევრო, ანუ 25 მილიარდი დოლარი. გაერთიანებული სამეფო 19 მილიარდი ევრო, ანუ 24 მილიარდი დოლარი. ნიდერლანდები 13 მილიარდი, იტალია 12.5 მილიარდი. შესაბამისად 15 და 14.5 მილიარდი დოლარი. აი ამაზე ამბობს ეს. საკუთარ ფულს არ ხარჯავენ.